მოგესალმებით, მეგობრებო, ბევრს აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ასტროლოგიურ კომბინაციებში, როგორ ჩანს, რა ხდება ჩვენს რუკაზე. პირველ რიგში, ალბათ იცით, რომ მე დიდად არ ვაკეთებ ხოლმე ტრანზიტებზე, ვიდეოებს, იმიტომ რომ ეს ხშირად ისე მუშაობს, რომ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, ენერგია ჩანს, მაგრამ ეს ენერგია შეიძლება უფრო ემოციურ დონეზე იყოს გამოყენებული, შეიძლება რეალურად რაღაცა მოხდეს, შეიძლება ტენდენციურად აი ძალიან გრძელ ვადაში იგრძნობოდეს, ხო, ეს ენერგიები. საერთოდ მუნდალურ ასტროლოგიაში, ანუ ქვეყნების ასტროლოგიურ რუკაში ძალიან ბევრი რაღაცები ერთად უნდა შეიკრას, რომ მართლა რეალურად რაღაცა მოხდეს. შეიძლება ტრანზიტულ რუკაში რაღაცა ჩანს, მაგრამ იმდანაც არ იყოს აქტიური, იმიტომ რომ სხვა პროგნოზირების რუკებში ეს იქნება დირექციები, პროგრესიები, სოლარის რუკა მაგალითად, იქ არ იყოს ამისი დადასტურება. და შეიძლება ეს ისე გაიაროს, რომ მაინც სერიოზული არაფერი არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება იქ არ იყოს დადასტურება, მაგრამ მაინც მოხდეს, ხო? ეს არ ვიცით ხოლმე ზუსტად როგორ იქნება. ამიტომ ეს ემსგავსება ხოლმე მკითხაობას, თუმცა ენერგიები და ტენდენციები, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ფარულად იყოს, ამისი ნახვა ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია. ძალიან გავს, როცა ინდივიდის ტრანზიტულ რუკას ვარჩევთ, მაგალითად, იგივე სისტემა არის, შეიძლება ენერგეტიკულად მუშაობს ეს ტრანზიტი, შეიძლება ფსიქოლოგიურად და შეიძლება ფიზიკურად, ხო? ჩვენ არ ვიცით აქ რომელი იქნება აქტიური, ვინც ახლა ტრანზიტებზე მუშაობს ძალიან სერიოზულად, მათთვისაც ეს ძალიან გასაგები არის, რომ ახლა მე მაგალითად არ ვიღებ ხოლმე შეკვეთებს ტრანზიტული რუკის, იმიტომ რომ ეს წყალში გადაყრილი ენერგია არის ჩემი გადმოსახედიდან და იმიტომ რომ ეს არ მუშაობს, ანუ ესე ჩვენ ვერ ვიტყვით. აი შეგვიძლია, როცა ადამიანთან მაქვს მაგალითად კონსულტაცია, უკვე გავიარეთ მისი ცხოვრება, თერაპიულად ვიმუშავეთ ხო მასთან და იქ უკვე ვხვდებით ტენდენციებში, რა შეიძლება წამოვიდეს. მაგრამ ესე რომ არ ვიცნობ ადამიანზე შემიკვეთოს ახლა ტრანზიტული რუკა, ну ესე მსგავსება რაღაცა აბსურდს, რომელიც მე მართალი გითხრათ მეზარება ხოლმე ახლა ეგეთ შეკვეთებზე მუშაობა და არ ვაკეთებ, იმიტომ რომ წყლის ნახვა არის. ეს ჩემი გადასახედიდან გეუბნებით, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. მაგრამ, როდესაც ქვეყნის რუკასთანზე გვაქვს საუბარი, ახლა წინაზე ვიდეო ჩავწერე მიმდინარე მოვლენებზე და იქაც ვისაუბრე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ აქაც მაინც გეტყვით. ესე იგი, ჩვენი ქვეყნის რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია პლუტონს, რომელიც დგას მეხუთე სახლში და თან მეხუთე სახლს მართავს, ვინც ერკვევა ასტროლოგიაში, ამას კიდევ უფრო დამატებით გაცნობიერებს, ხო, რაზე ვსაუბრობ. მეხუთე სახლი ქვეყნის რუკაზე, ну, ძალიან მარტივად რო გითხრათ, ეს არის ახალგაზრდობის ენერგია, ეს არის ოპტიმიზმი ერის ცით გამოხატვა, შემოქმედებითი უნარები, სპორტული შეჯიბრებები, ხელოვნების სფერო, მაგალითად, მეხუთე სახლში ჯდება იმედები ახალგაზრდების, მაგალითად, რომ აი ჩვენ შემოქმედებითად გავიშლებით და რაღაცებს გავაკეთებთ საინტერესოს და პლუტონი ეს არის მძიმე ენერგია, მძიმე ტრანსფორმაციის ენერგია, სიკვდილ სიცოცხლის ენერგია არის ძალიან ხშირად. დაახლოებით ხა 91 წლიდან დაიწყო ეს რუკა, ჩვენ აქედან გვაქვს უკვე ეს ენერგია და კლასიკურ მუნდალურ ასტროლოგიაში მეხუთე სახლში პლუტონი და თან მთვარეს გვიკვადრატებს ეს პლუტონი და ეს უკვე ხალხს ერს ეხება მთვარე, ეს ერი არის თვითონ და დანაკარგები, მაგალითად ერის დანაკარგები იქნება ეს ფიზიკურ დონეზე და რამდენი ომი გვაქვს გამოვლი ამ ბოლო 15 წლის მანძილზე მაგალითად და ასევე ეს ეხება იმას, რომ ემიგრაცია გაედინება, მაგალითად ხალხი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მეხუთე სახლი ეს უფრო ეს იმედები არის, მომავალის იმედი არის. და ხშირად შეიძლება და ყოფილიყო ეს სპორტში წარუმატებლობები პერიოდულად, მაგალითად უფრო მეტად, იმიტომ რომ მეხუთე სახლს პლუტონი მართავს, აი ცოტა მძიმე ენერგიები არის, ან დიდი ბრძოლის ხარჯზე რაღაცეები რო გამოგვივა, აი ესეთი ტენდენცია არის. აი ამ პლუტონს მეგობრებო, რომელიც არის ტრანსფორმაცია, სიკვდილის ენერგია, რაღაც ახლის დაბადების ენერგია, აი ამ პლუტონს შეუერთდა ეხლა შავი მთვარე, მარსი და მერკური, გონების მმართველი პლანეტა. მარსი აგრესიის ომის მმართველი პლანეტა არის, შავი მთვარე ეს არის უკვე რაღაც ისეთი ბნელი მხარე, რომელიც ჩვენ ვერ ვხედავდით და ჩვენთვის ეს არ იყო ესე ზედაპირზე ამოტანილი, ხო? აი ამ პერიოდში კატებმა არ მომასვენეს კარების გაღება და კეტვა.
ხო და მოდალურ ასტროლოგიაში, როდესაც მეხუთე სახლის მმართველ პლუტონს უერთდება ამხელა ენერგიები, ხო, მარსი, მერკური და პლუტონი, ესე ბოდიშით ლილიტი, ეს პირდაპირ ენერგია არის, რომ, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი ის, რომ უამრავი 100 კაცზე მეტი დაიჭირეს ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ნახეს ჩვენ ამ კორუფციული სკანდალი, ხო, ეს მთელი, ну ეხლა ძალიან არ ჩანს თითქოს ესე, მაგრამ რეალურად ვინც კი დასაყრდენი იყო ცნების, ეს მეორე მოცულდა. ყველა დაიჭირეს, დაიჭერენ, ან ყველაზე მთავარი მერკური არის ჩართული, აქ ინფორმაციულად გასკდა მედიაში ამბები, ხო? ეს ტიპიური ტრანზიტი არის. მე ადრე მორიელზე რო გავაკეთე, ტრანზიტული ლილიტი რო გადავიდა მორიელში, გავაკეთე ამაზე ვიდეო, რო გასკდება რაღაც კორუფციული თემები, რაღაც ისეთი ძიმე და რაღაც დანაშაულებები შეიძლება გასკდეს, რაც არ ვიცოდით, ხო? და ეხლა ვარცოდნა არ არის, ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი, მაგრამ მაინც ინფორმაციულ დონეზე ეხლა ამ ეტაპზე, ამ ტრანზიტზე გასკდა ეს ამბავი. ეს იმიტომ რომ პლუტონთან გაიარა ყველა ამ ენერგია ჩემი მაიმუნი აქცის კანდახატა აი ამ პლუტონთან შეერთებამ გამოიწვია მთელი ეს სკანდალები უკვე ანუ ხო იყო ეს ლილიტი მორიელში უკვე ბოლო გრადუსებზე არის და კი იყო ეს დაძაბულობა მთელი ის პრობლემები მაგრამ ეხლა იმიტომ გასკდა რომ ჩვენ პირად პლანეტას შეუერთდა და აი მაშინ ძრავს ხოლმე ყველაზე მეტად ესეთ რაღაცებს. ხო, ანუ ჩვენ შეგვიძლია გამოთვალოთ ხოლმე, რომ აი ეს ენერგია აქ რო არის, პიკი როდის არის, როდის გასკდება ეს ამბავი და მერკური ეს ინფორმაცია არის, მედიას მართავს მაგალითად, ხო? და ინფორმაციულად ამოატირტივა ის ყველაფერი და პლუტონი მერკური სხვადასხვის წინა არჩევნებზე პლუტონს უერთდებოდა მერკური ზუსტად იმ დღეს და მაშინაც ვთქვი, რომ რაღაც ისეც გავიგებთ, რომელიც ძალიან დაგზაფრავს ყველას, თქო? და იყო ეს არჩევნების შემდგომ ესეთი შოკი ძალიან ბევრისთვის. დღეს აღამე აი დაახლოებით ესეთი ენერგია იყო ახლა თან მორიელში იყო ეს შეერთება იგივე ხო რაღაც ისეთი ამბავი ახლა ჩვენთვის შეიძლება არ იყო ეს გასაკვირი რაღაცები მაგრამ ცოტა მძიმე იყო მაგალითად დაჭერები ხო ყველა მხარისთვის იქნებოდა ეს სიმძიმე ხო იქით ოპოზიციურად განწყობილი თუ მეორე მხარე ორივესთვის იქნებოდა ეს ცოტა მძიმე. პლუს მარსი ლილიტის შეერთება ეხლა ტრანზიტში რაც ხდება და თან ჩვენთან არის ეს მეხუთე სახლში მაგალითად განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდებსაც შეეხებოდა. მეხუთე სახლი ეს არის სხვადასხვის ფინანსური თემატიკაზე, ფინანსური როგორ იცით, აი მორიელმა იცის ესეთი კორუფციული თემების ამოტივტივება, ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა ამ ყველაფერში. მარსი ძალოვანი სტრუქტურებია, პოლიციური რეჟიმები არის, პოლიციური ენერგია არის ზოგადად და ლილიტი მარსის შეერთება ხა განსაკუთრებით შეიძლება იყოს აი ცოტა ისეთ საპოლიციო ან აი ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ან კორუფციული თემების გამოაშკარავება ან თვითონ დატვირთულები არიან მაგალითად ახლა საგამოძიებო სამსახურები, იმიტომ რომ მორიელი საგამოძიებო სამსახურები არის. პლუტონმა ეს გააქტიურა უკვე ძალიან გამოხატული. ეს ის ტენდენციები, რაც იყო, ხო და როდესაც მარსი არის აქ ჩართული თან ლილიტთან, ეს რაღაც ისეთი, იცით რა არის ლილიტმა ცოტა ფეიკებიც იცის ხოლმე, ან ისეთი აი რაც იყო დიდხანს იმას ამოატივტივებს, მაგრამ ფეიკები იმ კუთხით იცის, რომ შეიძლება ეს იყოს ისეთი ფანდი და ფანს რას გულისხმობ, იცით აქ, რომ აი ვიღაცების ინტერესებისთვის იყოს ეს მაგალითად გამოყენებული, ხო? ანუ არასუფთა სიტუაცია. ის კი არა რაღაც დიდი ხნის სიმართლე გამჟღავნდა მარტო რაღაცა ქვეშ-ქვეშა დინებები იცის ხოლმე ლილიტ მორიელმა, ხო? აი აქ რაღაცა, აი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, აი თვითონ სიტყვა პირდაპირ ეს არის ლილიტი მორიელში როცა არის და ზეც გადასული არის ახლა მორიელში მარსიც, მერკურიც და ეს ყველაფერი უკვე განძაფრებს ძალაუფლებისთვის ბრძოლას პიკში არის უკვე და მერკურმა ეს ყველაფერი ამოატივტივა ეს უკვე ინფორმაციულად გაავრცელა ხო ესე რა ვთქვათ და მორიელმა იცის ისეთი ბნელი რაღაცების ამოტივტივება რაც წინა გვაქვს კიდევ ურანთან იქნება ეს ოპოზიციები
მერკურის, მერე მარსის და ურანმა იცის, აი უცებ რო გასკდება ისეთი ამბავი, საერთოდ რო არ ველოდით. ან უცებ ისეთი რაღაც მოხდეს, რომელსაც საერთოდ არ ველოდით. ხო, მაგრამ ინფორმაციასთან არის მაინც მერკური დაკავშირებული. რაღაცა გავიგოთ ისეთი, რასაც არავინ ელოდა მაგალითად, ხო? შემდეგ ტენდენციებში ახლა არის რომ იუპიტერი ასტროლოგიაში ჩვენთან ეს არის იღბალი, ოპტიმიზმი, ერის ოპტიმიზმი, იმიჯი, მაგალითად ქვეყნის, რომელიც პირველი სახლი არის, აქ იუპიტერი გვიზის ისედაც პირველ სახლში, მაგრამ ეხლა ასტროლოგიურ მე-12 სახლში არის რაღაცა დაფარული ამბები ხდება, რომელიც აი კი ამოხეთქავს ხანდახან, მაგრამ ქვეყნის რუკაში მე-12 სახლში როცა მიდის იუპიტერი, მაინც რაღაც მოსამზადებელი ეპოქა არის, რაღაცა აი რომ ციკლი სრულდება, რაღაცა დიდი ციკლი სრულდება და ახალი ციკლი დაიწყება უკვე მომავალი წლიდან და მომავალ წელს ბევრი რაღაცა ხდება ჩვენთან პირად რუკაში, ქვეყნის რუკაში, ამიტომ მე მგონია რომ რაღაც რეალური ცვლილებები დაიწყება მომავალი წლიდან. ის იუპიტერი როგორც კი ამ მე-12 სახლის ციკლს დაასრულებს და გადმოვა პირველ სახლში ჩვენს რუკაში, ხო? და ეს უკვე დაძრავს რაღაც ახალ ციკლს. იუპიტერი პირველ სახლში ეს არის იმიჯი ქვეყნის მაგალითად, პირველი სახლი ზოგადად ეს არის ოპტიმიზმი ქვეყნის, ან მაგალითად როგორ საბჭირლებას ტოვებს და იუპიტერი ეს უცხოეთის ენერგეტიკაც არის, გაფართოებაც არის და ეს ისედაც გვაქვს პირველ სახლში იუპიტერი ყავს ჩვენ, მაგრამ ნეგატიურ ასპექტებში არის. შესაბამისად ის რომ იმაზე მეტი სურვილი გვაქვს ვიდრე გამოგვდის, იმიტომ რომ იქიდან სატურნი უკეთებს ოპოზიციას, ხო, დაჭერილობა რაღაცნაირად დაბლოკვა ხდება ამ ენერგიების, ეს ჩვენ რუკაში ეს ჩანს, მაგრამ დაბრუნება იუპიტერის, ხო, უკვე პირველი სახლი და ახალ ციკლს იწყებს ერის ისტორიაში. ახალი ენერგია შემოდის, ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მარტო იუპიტერზე რო ვილაპარაკოთ, ხო, რომ რაღაც ახალ ციკლს ხსნის. ასევე არის პროგრესიები ჩვენთან ასტროლოგიაში, პროგრესიებია ჩვენებს ხოლმე უკვე რაღაც უფრო ისე კი არა რომ რაღაცა ხდება, ენერგეტიკულად, შინაგანად ერის ისტორიაში რა ხდება და პროგრესიებში არის მზემ-მთვარის შეერთება და როგორც წესი, ეს იწყება საერთოდ ახალი 30 წლიანი ციკლის დასაწყისს მიანიშნებს ხოლმე, ახალ ფაზაში შედის ქვეყანა, ცოტა ნელა ვლინდება ხოლმე ეს მაგალითად 2 წლის განმავლობაში ნელა რომ გადაერთვეს ქვეყანა. ანუ მე ახლა არ გეუბნებით რომ აი ახლა ამ პერიოდში ეს მოვლენებია მოსალოდნელი. მე უფრო გეუბნებით რომ აი ის რა ენერგეტიკული ველი ეცვლება ქვეყანას და ახლა პროგრესიებში როცა მზემ-მთვარის შეერთება ხდება, ეს უკვე ახალთვარეობა, ხო, ეს ქვეყნის რუკაზე. ახალი ციკლი, ახალი ენერგია, განახლება არის ეს სრულად ენერგეტიკული გადატვირთვა, რაღაც 30 წლიანი დიდი ციკლის დასასრული არის და ახალი 30 წლიანი ციკლი იწყება. რაღაცები უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში, ხო? ეხლა რა შეიძლება შეიცვალოს, თან რუკასაც კიდევ უყურებ რამე რო არ გამომრჩეს, რა შეიძლება შეიცვალოს? პირველ რიგში კიდევ დამატებით თებერვლიდან რო გადავა სატურნი ისე ვერძის ზოდიაქოში, ჩვენ ქვეყანას აქ მზე ვერძის ზოდიაქოში, ხო? აპრილში ვართ დაბადებულები ბჭყალებში, ესე რომ ვთქვათ. და მზე სატურნის შეერთება რო იწყება, ანუ მზის ნიშანში სატურნი რო გადადის, ეს არის გარკვეულწილად კრიზისები, უფრო სახელისუფლებო გარემოში, ან თანამდებობის პირები, ცნობადი ადამიანები, აი ესეთი ავტორიტეტი ადამიანები, ეს ჩვენთან არის მზე ზოგადად და სატურნი მანდ რომ მივა რაღაც გამოცდების სერიოზული მოუწევს, ხო? აი რაღაცნაირად სატურნმა იცის, მოდი ესე ვთქვა, ცოტა დასჯასავით, რომ შეზღუდვები იცის სატურნმა, ხო? მაგრამ ამავე დროს ისეთი მყარი სტრუქტურის შექმნას შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად, თუმცა ვერძში სატურნი ცოტა ნეგატიურ სატურნს ვეძახით, არ არის ეს მისი ბუნებრივი მდებარეობა, კარგი ჰარმონიული მდებარეობა არ არის და აქ სატურნმა შეიძლება სერიოზული კრიზისები გამოიწვიოს სახელისუფლებო გუნდში. იმიტომ რომ თან მე 10 სახლში შევა ესე უკვე წელიწად
რის მერე და მეათე სახლში სატურნი ეს უკვე სერიოზული პრობლემები შეიძლება იყოს. ანუ აქ სატურნი ეს რო იუპიტერი იყოს, კიდე გასაგებია, მაგრამ სატურნი არის, სატურნი ცოტა მძიმე ენერგიარი გამოწვევები არის. ამავე დროს ცოტა მძიმე ტენდენციებში ვხედავ იმას, რომ პლუტონი მიდის ნენელა ტრანზიტული პლუტონი სატურნთან, ჩვენ ნათალურ სატურნთან. აი ეს ორ მაგათ შეგვიძლია გავიგოთ. პირველი სატურნი არის სტრუქტურა, მეექვსე სახლს მართავს და მეშვიდე სახლს მართავს ბოდიშიც და მეშვიდე სახლში არის. მუნდალურ ასტროლოგიაში ესენი არიან პარტნიორები, ქვეყნის მეგობრები ან ქვეყნის მტრები, ზოგადად ესე ვამბობთ ხოლმე. საკანონმდებლო თემაც არის მეშვიდე სახლი გარკვეულწილად, მაგრამ ეს არის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, ქვეყნები ან მტერი ქვეყნები. პლუტონი ჩვენთან გითხარით რომ ეს არის ისეთი ენერგია მართავს მეხუთე სახლს, ხო? და რომელიც მეხუთე სახლის მართველი მეშვიდე სახლის მმართველს უერთდება. აქ შეიძლება როგორ რაღაც გავიგოთ, იცით, რომ სერიოზული დროში გაწელილი ბრძოლა შეიძლება გამოვლინდეს კანონით, იმიტომ რომ სატურნიდან მეშვიდე სახლის მმართველი არის და კანონმდებლობით ახალგაზრდობასთან შეიძლება სერიოზული ბრძოლა წავიდეს საკანონმდებლო დონეზე და ეს უკვე დაწყებული არის, იმიტომ რომ თითქმის შეერთებაში იყო წინა წელს პლუტონი, მაგალითად სატურნთან, მე ადრეც ვთქვი, რომ ეს რომ მივა პლუტონი სატურნთან, ცოტა რთული ტრანზიტი არის, სერიოზული წმენდვის ტრანზიტი არის და შეიძლება როგორც იცით, ორნაირად შეგვიძლია ხოლმე გავიგოთ. ან რაღაცა პერიოდში ხელისუფლება, ან სტრუქტურა, სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან მძიმედ პლუტონურად დაამყარებენ ძალოვანი სტრუქტურებით, ან აი ესეთი მძიმე რეჟიმი შეიძლება დაყენდეს, დადგეს აქ, თუმცა იქ ხედავთ, რომ სატურნი მიდის მზესთან და აქაც ორნაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ეს მზის ხალხი სატურნს აიღებს კაცრად, მაგალითად ხელში აიღებს ენერგიებს, ან გატეხავთ სატურნი მაგათ, ხო? და ან მოუწევთ კარმულად, მაგალითად რაღაცებს. აი ხა არ ვიცით ეს ჩვენ როგორ იმუშავებს, ხო, რეალურად. იქ მე კიდევ დირექციები არის საჭირო, პროგრესიები, მე რაც ვნახე იქ, ხო, რაღაც ტენდენციები, მე იქ ვნახე მაგალითად ივანიშვილის რუკაზე, რომელსაც ეწყება მე უკვე სატურნის დიდი პერიოდი. მე მგონია ამ რუკებიდან 1-2 წელი კიდე იქნება სერიოზული ჯანჯყარი ქვეყნის, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ პლუტონი სატურნის შეერთება სერიოზული წმენდვა არის. შეიძლება საერთოდ ამოტივტივდეს ისეთი დაფარული ბნელი რაღაცეები პლუტონს უყვარს ეს, ხო? ამოყაროს რაღაცა ბნელი, რაც ხელისუფლების მაგალითად მტრებთან კონტაქტი იყოს, იმიტომ რომ მტრების სახლიც არის მეშვიდე სახლი. შეიძლება ამოყაროს ისეთი რაღაცეები, რაც არ ვიცოდით მაგალითად, ხო? ან მტრებთან კოალიცია, ან პირიქით დაიძაბოს ურთიერთობა სერიოზულად დასავლეთს, ახლა მეტი რაღაც უნდა დაიძაბოს პირდაპირ ლანძღვამიდის ხალხის, ხო? მაგრამ ან ეს სიტუაცია ახლა რაც არის ძალიან გამწვავდება და უკვე სერიოზულად გადატეხავენ, ახლა მე ცოტა ისეთ რაღაცას ვიცახი, უბრალოდ თქვენ დაიცოდეთ, რომ ახლა ასტროლოგია არ არის მკითხაობა, ხო, ჩვენ არ ვიცით რა იქნება. ეს ენერგია რო ჩანს აქ იქნება ის, რომ გამწვავდება სერიოზულად. ეს იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ან მე გადავტეხავ ვიღაცას, ლეუდიკო. ან ისინი გადამტეხავენ და სატურნის და პლუტონის მძიმე ენერგიები არის. აქ არ არის ის, რომ ვიცით ვინ მოერევა, სატურნი არის მკაცრი სტრუქტურა და პლუტონი არის ეს ძაფრი, ისეთი გრძელვადიანი ბრძოლა. მე მგონია რომ რაღაცა დიდ ბრძოლაში შევდივართ, ხანგრძლივ ბრძოლაში შევდივართ, ესე რომ ვთქვათ. მე ადრეც ვთქვი რომ შეიძლება რაღაც ახლა ომი და რაღაც არ მგონია აქ იყოს, მაგრამ თუმცა ახლა ერთი მნიშვნელოვანი არის რომ მარსმა რო გაიარა უკვე მეოთხე სახლში და ეს მეოთხე სახლი ეს იყო ზუსტად ეს დაპირისპირებები, ეს ბრძოლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გაიარა უკვე და აღარ იქნება ისეთი, რომ ახლა რაღაცა ისეთი ცეცხლი აფეთქდეს გარკვეულწილად. მაგრამ თუმცა იყო ესეთი მოვლენები, ხო? და განსაკუთრებით ის, რაც ვითომ 4 ნოემბერთან დაკავშირებით იყო, მე ვიყავი მაშინ აქციაზე და ისეთი ტრანზიტი ქონდა, ლიტის დაბრუნება ქონდა იმას, რა ქვია, მომღერალს, ბურჭულაძეს და ზუსტად უერთდებოდა მის ლილიც მარსი.
როგორი დაჭერის კანდიდატი იყო, იცით, თან იმ დღეს ქონდა ეგ შეერთება და ვიღაცები შემხვდნენ იქ ოჯახის წევრებსაც ველაპარაკე და მეთქი ახლოს არ იყო ბურჯულაძე და ნამღამეს დაიჭერენ მეთქი. ხო, და ესე მარსი რო იყო მის ლილთან შეერთებაში და ამ ხელავანჭურაზე რომ მიდიოდა, თან ლიტის დაბრუნება ქონდა, ხო? და თან იუპიტერის დაბრუნებაც, იმიტომ რომ იუპიტერი კირჩხიბი არის და აი ეს რომ არის ხა თუმცა ურანი იუპიტერის შეერთება მაგ ადამიანს, მაგრამ ურანი არა მერყევი არის სერიოზულად. და ისეთი მნიშვნელოვანი კარმული პერიოდი ქონდა, რომ უკვე ჩანდა, რომ აუცილებლად აქ რაღაცა მოხდებოდა. რაღაც პრობლემები, სერიოზული მოხდებოდა კარმული, ხო? კარმული ეს რაღაცა კარმოასტროლოგიაში წავალთ, რაღაც ეგეთი მოუვიდა წინა ცხოვრებაში. ხო, უღალატეს მორიელი ეს არის და ისიც რასაც ამბობდნენ, არის სიმართლესთან კავშირში, ეს არ არის რომ აი შეკრული იყო და რაღაცა, მე ვამბობ, რომ რუკიდან გამომდინარე მართლა იქნებოდა ეს რაღაცა ღალატის ტენდენცია. ლიტი მორიელის მეორე ფაზა ეს არის, რომ ვიღაცებთან მიენდო და იქ უღალატეს, ხო? რაღაცა კარმული გათამაშდა მასთან ესე ვიტყოდით, მაგრამ აი ქვეყნის როკარშიც ეგ ჩანდა, რომ რაღაც იქნებოდა პატარ-პატარა მარსიანული დაპირისპირებები, მაგრამ შედეგი არ იქნებოდა გარკვეულწილად. უბრალოდ აი ეს პლუტონი მარსის შეერთება ეს იქნება დროში გაწელილი სერიოზული ბრძოლა. ხან ახალგაზრდები იქნებიან ძლიერად, მაგალითად, ხან სატურნიანელები, ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რადგანაც ეს მეშვიდე სახლში დგას, მაინც აქ შეიძლება ჩაერთონ პარტნიორები ან ტრები. არ ვიცით აქ რომელი იქნება. პარტნიორებთან შეიძლება ან საერთოდ გაგვიწყდეს ურთიერთობა და საერთოდ მოდი ესე ვთქვათ დასავლეთმა უკვე ბოლომდე დაგვიკიდოს და ესე მოხდეს, იმიტომ რომ ამ შეერთებას ეს არ გაწყვეტა საერთოდ, ხო? ან ისე ჩაერთოს გავლენებით, რომ გადაწყვიტოს ეს რაღაცა დაპირისპირება. ეს შეერთება არის მეგობრებო ხანგრძლივი. ძალიან დიდხნიანი არის, ორი დიდი პლანეტა რო ერთდება ერთმანეთს, ეს დროში გაწელილი არის, ენერგეტიკულად ძალიან გაწელილი, 2-3 წელზე გაწელილი არის, ხო? მე იმას არ ვამბობ, რომ აქ შეიძლება ამდენი წელი ოცნება კიდე იყოს, ხო, სიტყვაზე, მაგრამ რაღაც ძალები იქნებიან, რომელიც აი დამშვიდების საშუალებას ქვეყანას ნამდვილად არ მისცემენ. მე ეს მინდა რომ თქვა, ხო, რომ თუნდაც რო იყოს აქ რო შეიცვალოს ყველაფერი, ეს არ იქნება სიმშვიდე, ეს იქნება სერიოზული, ან ყველაზე კარგ ვარიანტში ეს იქნება მთლიანად სტრუქტურა რო იცვლება ქვეყნის, მოდელი იცვლება ქვეყნის, რაღაც სერიოზული ტრანსფორმაცია. მე უფრო ამ სცენარს ვეყრდნობი მართალი რო გითხრათ, მთელი ასპექტების ანალიზიდან გამომდინარე, რომ აქ თუ რამე შეიცვლება, ეს უნდა მოხდეს როგორ იცით, აი ყველაფერი შეიცვლება. აი ქვეყნის ან კონსტიტუციურ დონეზე. ხა ცუდ სცენარში ეს არის კონსტიტუციურად გამოდივართ, მაგალითად, ანუ ღიად მიდივართ უკვე რუსული ორბიტისკენ, რუსულ-არაბულ ისეთი ბელარუსულ მოდელისკენ, ღიად უკვე იმტროპუტონი ეგ არის. კონსტიტუციიდან ამოვწერეთ ყველაფერი და კარგად იყავი პარტნიორებს მშვიდობებით, ეს ერთი სცენარი და მეორე სცენარი ეს არის, რომ ჩვენ თლიან სტრუქტურას ვცვლით ქვეყნის მოდელს, განახლება ხდება, ოღონდ ძალიან მტკივნეული იქნება ეს პროცესი, იმიტომ რომ პლუტონმა ტკივილი იცის და ეს იქნება ბევრისთვის ცოტა მძიმე, ხო, ესე რომ ვთქვათ, ანუ სრულად გადაწყობა. აი შეიძლება განულდეს ყველაფერი და თავიდან მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, გადანახლება. მე ამ სცენარს უფრო ვენდობი, იმიტომ რომ იქ რუსეთს სერიოზული პრობლემები ეწყება, ახლა რუკაში მაგალითად, იქ სხვაშეს რუსეთის რუკაში შავი მთვარე მორიელში არის და მისია ეს დესტრუქცია, რომ ომის ქვეყანა არის და ყველას ანგრევს, ვისაც ეკარება, აი სუფთა ის მორიელის პირველი დონის ენერგია არის, ოღონდ რომელსაც რუსეთი ატარებს, ხო? და არ მგონია რომ 3-4 წელი რუსეთმა ესე მყარად გაძლოს, ამიტომ მე უფრო მგონია რომ იქნება ეს კატაკლიზმები, აქ იქნება ის მომენტიც, რომ აი უკვე კონსტიტუციაში ცვლილებების თემა, ეს ოცნების ესეთი გაძლიერება, რუსული ორბიტისკენ წასვლა, მერე გამარჯვება, მაგალითად სხვა ძალების მიერ და აი შემდეგ მთლიანი რესტარტი ქვეყნის.
არის. აი ეს 3 წელზე მე ესე მგონი არ ვიცი, ნახოთ რა იქნება. 3 წელზე გათვლილად, აი ეს უფრო ამ ტენდენციაში იქნება, იმიტომ რომ ახლა პლუტონი მეორე გრადუსია, ისე უბრუნდება იმაში, რომ თქვი მაგალითად გაზაფხულზე გქონდა ეგ შანსი პიკის, შანსი რა, ну, მძიმე აპრილში იყო ესეთი მძიმე, როცა პლუტონი მეოთხე სახლში იყო, ლილიც უკეთებდა იქ ასპექტირებას და ჩვენ რუკაში ძალიან ისეთ ღრმად ჯდებოდა. აი მაგ ვარიანტის გამეორება ხდება ახლა, როცა პლუტონი ისევ გასწორდება და ისევ პიკად შეუერთდება მომავალი წლიდან უკვე ჩვენ სატურნს და ისევ იგივე წერტილი, ოღონდ უკვე უფრო ზუსტი შეერთება იქნება და წავა უკვე პროცესი. ეს დაწყებული არის, ხა მე რასაც გიყვებით თქვენ, ეს დაწყებული არის უკვე. პიკი იყო თავიდან აპრილში, მაგალითად, და აი ის შაშანაც დაიწყო ეს პროცესი გაზაფხულზე ყველაზე მეტად, იმიტომ რომ როგორც კი გადავიდა პლუტონი უკვე მერწყულის ზოდიაქოში, იქ დაიწყო ჯანჭყარი, მერე უკეთებდა ზუსტ ოპოზიციას ჩვენს იუპიტერს და მაქედან დაიწყო უკვე მთლიანი ორბიტალური შეცვლა, ხო, გამოკვეთილად დაპირისპირებები და ყველაფერი. ეს ზუსტად მეორდება, მომავალ წელს ისევ ოპოზიციას გაუკეთებს ჩვენს იუპიტერს, ისევ იგივე პროცესების განახლება იქნება, ოღონდ უკვე რეტროგრადულობა მაშინ ცით რა გააკეთა, გააჩერა ეს პროცესი და ახლა ისევ უკან ბრუნდები. წაიღო ის ყველაფერი, რაც მაშინ დაიწყო. აი ახლა ამ ეტაპზე ისევ დაბრუნდება იგივე წერტილში და უკვე ახლა გაჩერდება რაღაცა ცვლილებები დაიწყება ისე. თან ახლა რა არის იცით მნიშვნელოვანი, რომ მთელი ეს პლანეტები მარტში რო გადავიდა ვერცხლში, ნეპტუნით, სატურნით, ურანმაც შეიცვალა ღერძი, მე ისინი დარეტროდნენ, რეტროგრადულები გახდნენ. დაიწყო უკან წამოსვლა. უკან წამოსვლა ენერგიას აჩერებს სერიოზულად. ყველაფერი ჩერდება, რაც მაშინ წამოიღო, ის ჩერდება და მერე როცა ნელა დაიწყებს თებერვლიდან ეს ყველაფერი გასწორებას, ისევ დაიწყება უყონთ უკვე ახლებურად საერთოდ. იმ ძველს კი არ დააბრუნებს, რაღაც ახალს დაიწყებს უკვე რადიკალს, რომელიც მერე უკვე სრული წავა წინ და ესე აღარ გაჩერდება უკვე. აი მაგიტომ ამბობდი წინა ვიდეოებშიც, ადრე მაქვს ნათქვამი, რომ შესამზადებელი იყო თქო, აი ეს პერიოდი, ეს წელი არის მოსამზადებელი რაღაც სერიოზული ცვლილებებისთვის, რომელიც 2026 წელს განხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ენერგია გავაცნობიეროთ და დავიჭიროთ. მე მგონია მაინც ასე თუ ისე, ახლა აქ არის ბევრი რაღაცები ისეთი, რაც მე კიდე ცალკე გასარჩევია, თუმცა დაველოდები უფრო მნიშვნელოვან შეერთებებს, მნიშვნელოვან ასპექტებს და მე კიდევ გავაკეთებ იუპიტერი, როცა გადავაუყვე ჩვენ პირველ სახლში, მთელი ასპექტები იქნება. ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარები, თუ რამე დაგაინტერესებთ კიდე დამატებით. რამდენად მოგწონთ ეს ვიდეოები, ხა 700-ზე მეტი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ყველა თემაზე, რაც კი შეიძლება რამე იყოს. და ესე დაუღალავად კიდე ვდებ ხოლმე, მთელი ხალხი წერს ხოლმე, თქვენ გავისწავლეო ასტროლოგიაო. მართლა შეიძლება ჩემი ვიდეოებიდან ისწავლონ ასტროლოგიას, ხო შეიძლება ახლა კურსიც მეწყება 9 ნოემბერს, ვისაც გაქვთ სურვილი ასტროლოგიის, ასტროფსიქოლოგიის სწავლის, თავის თერაპიული ჩართვებით და სერიოზული განხილვებით პირადი რუკის უკვე თერაპიულად, შეგიძლიათ მომწეროთ, შეგიძლიათ მომართოთ, ძალიან საინტერესო კურსი მაქვს, ორთვიანი, საკმაოდ ისეთი ვრცელი ასტროფსიქოლოგიის კურსი და ამასაც ვისაც გაინტერესებთ ივენთიც და ყველაფერი მოკლედ გელოდებით და დროებით მეგობრებო, ნახვამდის.